ღამემშვიდობისა. Პირდაპირ ეთერშია მედია კავშირი ობიექტივი. მე ვარ ჟურნალისტი ნინო რატიშვილი და თქვენ უსმენთ და უყურებთ ღამის სტუდიას. და ჩვენი სტუდიის პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ ბატონი ზურაბ ტყემალაძე, მრეწველების წარმომადგენელი, ერთ-ერთი ლიდერი. ღამემშვიდობისა ბატონო ზურაბ. ღამემშვიდობისა მოგესალმებით. დიდი ხანი იმან გითხრათ ასე დროს პირველად თავარ ტელევიზიაში. აი ძალიან ჩაიფიქრეთ და სურვილი აგისრულდებათ. დიდი ხანია საერთოდ აღარ ყოფილხარ ჩვენთან, ყოველ შემთხვევაში ჩემი სტუმარი და ალბათ საინტერესო იქნება გავიგო რას საქმიანობს დღეს მრეწველთა კავშირი, ზურაბ ტყემალაძე, გოგი თოფაძე, საათ ხართ, როგორ ხართ და აი ამ პოლიტიკურ რაღაც ქარცეცხლში როგორ გრძნობთ თავს. მოგესალმებით, ჩემო კარგო. მოგესალმები თქვენს მსმენელებს, მაყურებლებს. მე მინდა გითხრათ, რომ სად ვარ და აქ ვართ, არსად არ წავსულვართ, არსად არ დავკარგულვართ. როგორც კი დაგყვატიჟებ და მოგვიწევთ აუცილებლად მომოთ, არც დღეს არ გამოვტოვებთ. პოლიტიკურ ასპარეზზე მე მგონი უკვე ყველასათვის ცნობილია, რომ ჩვენ ქართული ოცნების კოალიციის წევრები გახლავართ, ჩემო ბატონო. ჩვენ ამ კოალიციაში ასოცირებული წევრები ხართ? არა, წევრები გახლავართ, სრულუფლებიანი წევრები. ჩვენ ამ კოალიციაში ცოტა ყველაზე მოგვიანებით, მაგრამ მყარად დავემკვიდრეთ ადგილი. მრეწველთა კავშირმა პოლიტიკურმა მოძრაობამ მრეწველობა გადაარჩა საქართველოს. მრეწველობა გადაარჩა საქართველოს. და რამდენი ადამიანით ხართ წარმოდგენილი? მხოლოდ თქვენ და ბატონი გოგი თოფაძე თუ? ჩვენ და ბატონი გოგი მთელი სპექტრი ჩვენი პოლიტიკური პარტიისა არის წარმოდგენილი. მე მინდა გითხრათ, საკმაოდ მრავლად ვართ ჩვენ პოლიტიკურ პარტიაში, არა მარტო ვართ, როგორც წევრები, როგორც ხანდამჭერები, ასევე თქვენ იცით, რომ ჩვენ ვართ კვალიფიციური სუბიექტი, ჩვენ გვაქვს გვაქვს უფლება დავნიშნოთ კომისიის წევრები, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე საარჩევნო ოლქებში, წარმომადგენლები, რომლებიც რა თქმა უნდა ანაზღაურებადია და ჩვენ საკმაოდ სერიოზულად მთელი ამდენი ხნის განმავლობაში და ჩვენ პოლიტიკაში ვართ, ეს კი არის 1999 წლიდან. ჩვენი ერთგული მხარში მდგომები, ხანდამჭერები, კომისიის წევრები და ყველა მინდა გითხრათ, რომ ერთგულად ვართ ქართულ ოცნებაში და გვინდა რომ ქართული ოცნება ასრულდეს და გაიმარჯვოს ჩვენმა კოალიციამ. საქართველოს, მაგრამ ბატონო ზურაბ, მაშინ ესე ცოტა უხერხულ კითხვაზე მიპასუხეთ. ნებისმიერ კითხვაზე მზად ვარ გაგცეთ პასუხი. ხმა გავრცელდა და თბილისი იცით რომ მოარული ხმების ქალაქია, რომ ბატონი გოგი თოფაძე დასახელდებოდა ყაზბეგში. მე მიკვირდა კიდე რატომ მაინც ყაზბეგი მლუდის დამსახურება ხო არ არის მეთქი, მაგრამ გაირკვა რომ არც ბატონი გოგი, არც თქვენ და თქვენი პარტიის კიდევ არც ერთი წევრი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად არ ახართ წარმოდგენილი. კი ბატონო, კი პასუხობთ. და კიდევ ერთი რამ, მე ვაკვირდები ახლა ბატონ ივანიშვილის დამოკიდებულებას პოლიტიკური სპექტრის მიმართ, რაც მას დახვდა საქართველოში და თქვენი წევრობა იმან ხომ არ განაპირობა, რომ თქვენ შეგიძლიათ გყავდეთ სამართლებრივად კომისიის წევრები. ცოტა ისეთი არაფერი პრობლემატური, ძალიან საინტერესო კითხვაა, ერთის და მეორეც, მე ვეცდები ორივეზე გაგცეთ პასუხი, აუმწურავი პასუხი. ბატონ გოგიზე ნამდვილად იყო საუბრები, რომ შეიძლება და ნამდვილად იყო ის საუბრები, ეს კულუარული საუბრები და არა კოალიციაში. ეს კულუარული საუბრები გამოვიდა. აბსოლუტურად არასდროს არ ყოფილა კოალიციაში. აბა კულუარული ამ თემაზე არ ვიცი, ჟურნალისტები ხანდახან რომელიღაც აგენტები წერდნენ და იყო ამაზე გამოსული ესე ვთქვათ. ანუ ეს კოალიციის კულუარებში იყო ამაზე საუბარი თუ? არა, ჟურნალისტების წრეში ესე ვთქვათ. ასე იგი ჩვენ კულუარებში? დიახ, ჩვენ კულუარებში. დაიწერა რამოდენიმეჯერ, მე მინდა გითხრათ, რატო ყაზბეგში, იმიტომ რომ იგი თბილისელი კაცია, თბილისში დაბადებული გაზრდილი, მაგრამ წარმოშობა ყაზბეგიდან არის, მოხევე გახლავთ და როგორც ეთქობა, აქედან გამომდინარე, მამანი და მამანი და არა ლუდი ყაზბეგის მამანი და არა ლუდი ყაზბეგი, მამანი და მამანი თვლიდა, რომ შეიძლება ყაზბეგში დაეყენებინა, უпроსოდ წეფაწმინდაში დაეყენებინა მას თავისი კანდიდატურა. არამც და არამც. მე მინდა გითხრათ, დღეს შეიძლება კოალიცია წყვიტავს, რა თქმა უნდა, ბუნებრივია და კოალიციამ უნდა მიიღოს კოლეგიალური და ერთობლივი გადაწყვეტილება, რომელიც პიროვნებამ სად უნდა იყაროს კენჭი და შემდეგ. არც ბატონ გოგის და არც მე თქვენ მონამორჩილს არასდროს 99 წლიდან ბევრ არჩევნებში მიგვიღე მონაწილეობა, მაგრამ მაჟორიტარები არ ყოფილიყავთ მე რამდენადაც არ ყოფილიყავთ.
მე მიმაჩნია კიდევაც რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ყოფილიყო გოგი მაჟორიტარად. გოგი არის პოლიტიკური პარტიის ლიდერი ჩემო ბატონო. იგი რომელიღაცა რაიონზე კი არ უნდა მოწდეს მარტო ერთ რაიონზე, ის უნდა იყოს და მე მიმაჩნია რომ მეც როგორც პარტიის თავმჯდომარე მასთან ერთად უნდა მოვედოთ აბსოლუტურად მთელ ქვეყანას და მთელ ყველა რაიონს, იმიტომ რომ ყველა რაიონში ყავს ჩვენ თითქმის ყველა რაიონში 80% ყავს ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლობა, პირველადი ორგანიზაციები, ასევე ის ხარდამჭერები და ის კომისიის წევრები, რომლებიც მთელი წლების განმავლობაში ჩვენთან ერთად არიან და მათთან ერთად ჩვენ მოვიაროთ მთელი ქვეყანა, ესე ვთქვათ, და გავწიოთ სააგიტაციო სამუშაოები. ხალხი თან ერთად უნდა ვისაუბროთ, შევხვდეთ და ჩავაყენოთ საქმის კურსში, მით უმეტეს დღევანდელი პირობებში იცით პრესა როგორ ვრცელდება და რანაირად ვრცელდება რაიონებში და განსაკუთრებით ცოტა მოშორებულ რაიონებში. განსაკუთრებით ელექტრონული მედია და ელექტრონული მედია და ამიტომ ჩვენ ვალდებულად ვთვლით ჩვენ თავს და კოალიციის გადაწყვეტილებაც ასეთია. მე მაგალითად ხარ ორ დღეში მივგზავრები აჭარაში და მოვიარო აჭარის სოფლები, ბატონი გოგის ასევე სხვადასხვა რეგიონებში და ჩვენ ესე ვთქვათ ადგილს ხედავთ აქ არავითარ შემთხვევაში ვერ წარმოვიდგენ რომ ბატონი გოგი რომელიღაც ერთ რაიონზე მიეჯაჭვოს და მარტო იმ რაიონში გაწიოს ან სააგიტაციო სამუშაო, ან იმ რაიონის ინტერესებზე იბრძოდეს. მთელი ქვეყნის ინტერესები, ყველა რაიონის ინტერესები არის ჩვენს ესე ვთქვათ. ნიშნავს თუ არა ეს რომ თქვენ კოალიციის სიაში იქნებით? რა თქმა უნდა, კოალიციის სიაში ვიქნებით, აბა აუცილებლად ვიქნებით კოალიციის სიაში. საარჩევნო სიაში, რა თქმა უნდა, საარჩევნო სიაში. ეხლა ის თუ ვინ რომელი ნომრად იქნება და როგორ იქნება წარმოდგენილი საერთოდ მთლიანად მრეწველთა პარტია, ეს რა თქმა უნდა მომავლის თემაა. რამდენი ადამიანი იქნებით სიაში? მომავლის თემაა. მინდა გითხრათ, იმდენიც რამდენიც საჭირო იქნება ალბათ. არა, რა თქმა უნდა, ვიცი ხა არასაჭირო რაოდენობით არ იქნებით წარმოდგენილი. დაახლოებით რამდენი? კოალიციაში არის. თქვენ ორნი აუცილებლად დარწმუნებული ვარ, მაგრამ მეც ეგრე ვარ დარწმუნებული, მაგრამ კიდე იქნებიან. მე არ მინდა მოვლენებს გავუსწრო წინ, მე მინდა გითხრათ, რომ კოალიციაში არის 6 სუბიექტი, 6 პოლიტიკური პარტია, რა თქმა უნდა, ქართული ოცნებას პოლიტიკური მოძრაობა ქართული ოცნებას უფრო მეტი კვოტა აქვს და ბევრი შედარებით ვიდრე სხვებს, მაგრამ დანარჩენები იქნებიან გარკვეულად თანაბრად წარმოდგენილები და არც არავინ არ აპირებს მრეწველობის დაჩაგვრას და არც მრეწველები დააჩაგრდება. კი ბატონო ზურაბ, თუ იყო უკვე საუბარი იმის თაობაზე, ხა ჩვენ ვიცით რა არის არჩევნები და ვიცით რა არის საარჩევნო სია. და ვიცით რომ ძალზედ მნიშვნელოვანია ამ საარჩევნო სიაში, რაც შეიძლება წინა რიგები, წინა ადგილები კონდეთ დაბევებული, ასე ვთქვათ. იმიტომ რომ შეიძლება იყო 107-ე, მაგრამ იყო სიაში, ხო? მაგრამ ეხლა მოდით რეალურად რო ვიმსჯელოთ, ალბათ 25, 30, 45, ზემოთ უკვე მე მაგალითად არ მემეტებით და როგორ ფიქრობთ, ამაზე იყო საუბარი? ცოტა სხვა კუთხით. როგორ ფიქრობთ უბრალოდ? საერთოდ საუბარი არის ყოველთვის ცდილობს ადამიანი, რომ შეირჩეს ისეთი პიროვნებები, რომლებიც მეტნაკლებად უფრო საჭირო იქნებიან მათი მოღვაწეობა პარლამენტში, საკანონმდებლო ორგანოში და ბუნებრივია ეს რიგითობა გვინდა არ გვინდა არსებობს ბუნებრივად, ამას ვერ გავექცევთ. პირველიდან 150-მდე სია უნდა შესდგეს. ასკარის სიტუაცია იმასთან მიმართებაში, რომ ყოველთვის არის საუბარი, რომ გამსვლელი სია რამდენი იქნება და რამდენი ადამიანი გავა და როგორ იქნება. ხო, ეგ არის მნიშვნელოვანი თორე არა ამ მნიშვნელობა აქვს ახლა ეს. დამერწმუნეთ, რომ ქართული ოცნების ინტერესებია და ქართული ოცნება ისაფის იმისთვის, რომ მან მოიგოს არჩევნები და როცა საუბარია არჩევნების მოგებაზე, ბუნებრივია იგი ვარაუდობს, რომ 50%-ზე მეტ ხმას მიიღებს. ყოველ შემთხვევაში ეს არის სრული. ყოველთვის იყავით რეალისტი. და დიდი ხანია იცით რა არის ეს საპარლამენტო ასე ვთქვათ ორმტრიალი. საარჩევნო ორმტრიალი. ქართული ოცნება მიიჩნევს რომ გაიმარჯვებს და მოვა უმრავლესობით და შეცვლის ხელისუფლებას ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი ელოდება ამ მომენტს, მაგრამ ეს არის სურვილი და
და დღეს ეს არის ოცნება. რეალურად მე მინდა მოგახსენოთ, რომ ოცნება იმიტომ არ ქვია, რომ ოცნებებში ვარ და ვოცნებობთ იმას, რომ არიქა გამიმარჯვებთ თუ არ გამიმარჯვებთ, გამარჯვებაში ნამდვილად დარწმუნებული ვართ, არა მარტო კოალიციის წევრები და მასში შემავალი პოლიტიკური პარტიები, არამედ მათი მხარდამჭერები და საზოგადოებაც. მე მინდა გითხრათ, რომ ყველა აბსოლუტურად შეგვიძლია გავიაროთ ერთად ქალაქში, არაერთხელ გაგვივლია და უბრალოდ ნებისმიერს გითხოთ, ნებისმიერი სურვილი არის, რომ ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს საპარლამენტო არჩევნებში. კარგით, ბატონო ზურაბ, გავნაგრძობთ ჩვენ ამ საკითხზე კამათს და ეს არის ჯანსაღი კამათი ხა, როგორ თუ ვინმეს უნდა რომ ეს რეჟიმი შეიცვალოს, იცით თქვენ რომ ერთ-ერთი მე ვარ, მაგრამ მე რეალურად მინდა რომ ეს მოხდეს. აი სატელეფონო ჩართვა ამ შუაღამეს მაინც გვისმენენ და გვიყურებენ, ამიტომ მოდით მოვუსმინოთ ღამე მშვიდობისა, მადლობთ რომ გვისმენ და გვიყურებთ და პირდაპირ ეთერში ხართ. ღამე მშვიდობა. გამარჯობა. გამარჯობა ქალბატონო, მივესალმებით ბატონ ზურაბს. გისმენთ, მადლობა. პირველ რიგში დიდ მადლობას მოვახსენეთ სოფელ გიორგი წმინდანში ეკლესიის აღორძინებაში შეტანილი დიდი წვლილისათვის ბატონო ზურაბ. მადლობა, დიდი მადლობა რომ გახსოვდა, დიდი მადლობა რომ ამას ახსენეთ. ყოველთვის გვახსოვხარ. დიდი მადლობა. იმედი გვაქვს ბატონო ზურაბ, იმედი გვაქვს რომ უფლის მადლის ქართული ოცნება გაიმარჯვოს და ამასთან ერთად საქართველოს და ქართველი ხალხი გაიმარჯვოს. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. ჩვენც მაგის იმედი გვაქვს და თქვენი იმედი გვაქვს. ყველას ერთმანეთის იმედი გვაქვს. მეც მაქვს ამის იმედი, ბატონო ზურაბ. ყოფნით უნდა გავიმარჯვოთ. ხო, მაგრამ იმედი რაღაცა უკვე გაყენებული იმედი მაქვს, მაგრამ ხომ თითოეულ ჩვენგანზეა ეს დამოკიდებული. რა თქმა უნდა, ჩვენგანზე მარტო ის რომ თქვა, იცი? მე იმედი მაქვს და მე სურვილი მაქვს. ეს აბსოლუტურად არაფერს არ ნიშნავს. დიდი ხანია იმედი და სურვილი გვაქვს. ყველამ უნდა გავაკეთოთ. ყველამ თითოაგური უნდა დავდოთ, არა? ყველამ ჩვენი ხმა, ჩვენ სასურველ ესე ვთქვათ პოლიტიკურ ძალას უნდა დაუთმოთ და მას უნდა მივიცეთ ხმა და უნდა ვეცადოთ და დავიცვათ ის ხმა. მაშინ მოდით მაჟორიტარ კანდიდატებზე კითხავთ და რატომ მაინც და მაინც თქვენთან მინდა ასეთი საუბარი, იმიტომ რომ მე ვიცი დიდი ხანია ჩვენ ვიცნობთ ერთმანეთს, მე ვიცი რომ თქვენ კარგად ერკვევით აი ამ სიტუაციაში, ამ ვითარებაში. კი, ნუ ძამ იცით რა შეასახმე, ბევრზე კარგად ერკვევით და ამიტომ მინდა რომ ეს არ არის კათინაური ნამდვილად. არა, კი ბატონო, მადლობა. ელემენტარულია. მე ბევრი რამ მისწავლია თქვენგან, როცა დეპუტატები ვიყავით. რაც შეეხება ეკონომიკას, ეს პრობლემას, იმპორტი, ექსპორტი და მეც მადლობა მინდა გადაგიხადოთ მახსოვს ახალთაობაში წერდი მაშინ და ხშირად თქვენგან ესეთი რჩევები მიმიღია. ბატონო ზურაბ, მოდით გადავხედოთ მაჟორიტარ კანდიდატთა სიას. სამწუხაროდ მე გარკვეულად მრჩება შთაბეჭდილება რომ ეს კანდიდატები ახლა ყველა არა რა თქმა უნდა რატომ არიან დასახელებულები? იმიტომ რომ ვერ გაიმარჯვონ, იმიტომ რომ კანდიდატთა გარკვეული რაოდენობა სულ ტყუილად არის წარდგენილი და ეს წარმოშობს სერიოზულ ხმათა რაღაც დისბალანსს. ხმები დაგეკარგებათ. კი ბატონო, მე ვეცდები. მე ამინდა ხა გვარები და სახელები დავასახელო. ვეცდები რომ ამ უმწურავად გაქცეთ პასუხი. კი ბატონო. მიუხედავად ჩემი დიდი სიმპათიებისა და ჩემი დიდი თქვენთან მეგობრობისა, მაგაში ნამდვილად ვერ დაგეთანხმები ჩემო კარგო. კი ბატონო, გისმენთ. ვერ დაგეთანხმები და რატომ? იმიტომ რომ ყველა მაჟორიტარი, რომელიც კი დასახელებულია, პირველ რიგში შერჩეულია ერთი ძალიან დიდი კრიტერიუმის თავისი ცხოვრების განვლილი გზის და პატრიოტიზმიდან გამომდინარე. მე მიმაჩნია რომ ალბათ არ ვიცი ახლა არა მაქვს იმის პრეტენზია რომ ყველა 73 მაჟორიტარს პირადად ვიცნობდე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაღაც გაგებული მაქვს მათზე, მოსმენილი მაქვს. არა, მე პატრიოტიზმაზე კი არ ვსაუბრობ. ერთი წუთი მოდიშვიხთი, მე ვსაუბრობ, თქვენ არა მე ვსაუბრობ. მე არ მინდა. ხო და აი პირველ რიგში ეს კრიტერიუმი პატრიოტიზმა და მისი განვლილი ცხოვრება იყო ის დიდი, ესე ვთქვათ, ქულა, რომლის მიხედვითაც უნდა შეფასებულიყო მაჟორიტარობის კანდიდატი. და ეს ამ ხრივად შეფასდა კიდევაც და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მოსახლეობაში აი ამ მიმართულებით წესიერი პატრიოტიანი მშრომელი და
არსაიდან კი არა საქმიდან მოსული ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში გარკვეული წარმატებები ქონია. ეხლა დაკონკრეტდეთ და მე გვარები დაგისახელოთ და კითხოთ, რომელი საქმიდან არიან ეს ადამიანები მოსულები და რაიონებში, რომლებიც არიცნობენ ადამიანებს, უბრალოდ არ მინდა უხერხულია. რაიონებში, რომლებიც არიცნობენ ამ ადამიანებს, ძალიან ძნელია ამ კონკრეტულ ვადაში გააგებინონ. ეს ასეთია, ისეთია საქმე. იქნება იმ რაიონში თავისივე ხალხი ჭირდება. აპრიოსანი მშრომელი მომისმენთ. კი ბატონო, კი პასუხებთ. კი ბატონო. სწორედ ამისთვის არის წინა საარჩევნო კამპანია, სწორედ ამისთვის არის დაახლოებით 2 თვე-ნახევარი 3 თვე დარჩენილი, სწორედ ამისთვის მივდივარ ჩვენ ყველა რაიონში და ყველა სოფლებში, რომ მაჟორიტარების გავაცნოთ, ჩვენი პარტიის პროგრამას გავაცნოთ, სურვილების გავაცნოთ, ის მიმართულებები, რა მიმართულებითაც ბატონ ბიძინას სურს, რომ დახმარება გაუწიოს ქვეყანას და დახმარება გაუწიოს მისმა პოლიტიკურმა კოალიციამ ქვეყანას თავისი პარლამენტში მოსვლით, საკანონმდებლო ორგანოში მოსვლით. და ამაზე ყველაფერზე უნდა ვისაუბროთ და ჩვენ უნდა მოვახერხოთ ჩვენ აი თქვენი გაგებით უცნობა, მაგრამ ჩემი გაგებით ნაცნობა მაჟორიტარებაც იმ რაიონებში ყველამ უნდა მოვახერხოთ ჩვენთან ერთად ჩვენი მხარში დგომით მათი მონდომებით, რომ მოსახლეობა უფრო მეტად ინფორმირებული იყოს და დამიჯერეთ, როცა პირადად ინფორმაციას გადასცემს ის მაჟორიტარობის კანდიდატი იქნება თუ ნებისმიერი პიროვნება, ალბათ ეს უფრო შთამბეჭდავი იქნება, ვიდრე დაუშვათ ზოგიერთი ტელევიზია და რაღაც გარკვეული ტენდენციური მიმართულებები შეიძლება იყოს დაშვება. ჩვენ გინდათ მითხრათ მთელი სერიოზულობით, რომ იქ ლაფსუსები არ არის. ლაფსუსი კანდიდატიაში და შერჩევაში ყველგან შეიძლება იყოს, ჩემონინო, ყველგან შეიძლება იყოს, მაგრამ დამერწმუნეთ, აბსოლუტურად ძალიან დიდი კრიტიკულად, ძალიან ესეთი სკრუპულოზულად იყო განხილული ყველა კანდიდატი და შეძლებს დაგვარად საუკეთესო ჩვენი შეხედულებით, რა თქმა უნდა, იყო შერჩეული. თქვენი შეხედულებით, ანუ თქვენ იღებდით ამ პროცესში რა თქმა უნდა, ჩვენც ვიღებდით, მეც ბატონი გოგის ხებულობით ამ მონაწილეობას იყო წარმოდგენილი კანდიდატები, ყველა ახასიათებდა მას, ყველა თავის რეკომენდაციას იძლეოდა და ბოლოს საბჭო ღებულობდა იმ განაცხადებას დაუშვათ ამა თუ იმ რაიონში ვინ შეიძლება ყოფილიყო. მე არ გამოვრიცხავ, რა თქმა უნდა, იმას, რომ შეიძლება იყოს რაიონები, რომელშიც სხვა პიროვნება რო დამდგარიყო, თუნდაც იმ შემადგენლობიდან ის კანდიდატები არიან რო გადანაცვლებულიყო და რაღაცა შეიძლება უფრო კარგი შედეგი ყოფილიყო, მაგრამ დამერწმუნეთ, ეს არის საკმაოდ ისეთი შრომატევადი სამუშაო და საკმაოდ სკრუპულოზური, ყველა საკითხია განხილული, ის საკითხებიც კი, რომელიც დაუშვათ საჯაროზე შეიძლება არ იყოს გამოსატანი, ხო? რომ რატო შეიჩა დაუშვათ მამალი, არა, რატო შეიჩა მამალი და მამალი ამ რაიონში და არა სხვა რაიონში. გამიგეთ? კიდე ბევრი რამ ვერ არის გამოსატანი საჯარო განხილვის. არა, საჯარო განხილვის ის კრიტერიუმები ის, მაგრამ ღმერთმა ქნას რომ არ დამჭირდეს არჩევნების მერე შემდგომ უკვე საუბარი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ღმერთმა ქნას და ღმერთმა ქნას რომ ჩვენმა კანდიდატებმა წარმატებას უმრავლესობამ წარმატებას მიაღწიონ 100%-იანი გამარჯვებისკენ, რა თქმა უნდა, რო ვთქვათ, რომ ყველა მოიგებს, რა თქმა უნდა, ეს ალბათ უტოპია იქნება, მაგრამ ის რომ საკმაოდ სერიოზულად იქნებიან წარმოდგენილი ჩვენი მაჟორიტარები. რამდენს გულისხმობთ, აი ზურაბ ტყემალაძე, ასეთი გამოცდილების, საკანონმდებლო გამოცდილების მქონე ქართველი პოლიტიკოსი, თქვენი წინასწარი ვარაუდი მაინტერესებს. ჩემი წინასწარი ვარაუდი ისაა, რომ არ მითხრათ ხა 100%. ანუ მაჟორიტარების უმრავლესობა გაიმარჯვებს ჩვენი მაჟორიტარებში პროცენტულად. კოალიცია რამდენი პროცენტი? კოალიცია მაჟორიტარებში საერთოდ. მე ვფიქრობ, რომ 50%-ზე მეც, ანუ გამარჯვებას მიაღწევს კოალიცია. კარგი. სატელეფონო ჩართვა. კი ბატონო. მოусმინოთ. ღამე მშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ, გისმენთ. ალო. დიახ, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. მოგესალმებით, ქალბატონო ნინო. გამარჯობა. მე ძალიან მიყვარს თქვენი გადაცემა. მადლობთ. ყველაშორის ყველაფერი კარგზე ოცნებობ და მიყვარს. ბიძინა ივანიშვილი და ყველა მისი თანამოხრე გაიხაროს მთლიანმა საქართველოს ბიძინა ივანიშვილის მოსვლით. იცოცხლეთ. ბატონ ზურაბთან ნახ ერთი შეკითხვა. ბრძანეთ ჩემო ბატონო. რა თქმა ვის იმათ რომ ბიძინა ივანიშვილის კოალიცია მიიღებს 95%. და
ნაციონალურობა მიიღეს დაუშვათ 55%. ჩემი ინიციატივით ბიზნესში სადღაც მიიღებს სადღაც 90% და ნაციონალურობა მიიღეს 10%. და ერთი რაღაცა მიიღეს შემოჭირთასებო. დიდი მადლობა. მე ვიყავ ოზურგეთიდან, ვარ სოფელი ცხენისხიდის მაცხოვრებელი. აგვაჩანაგა ხელისუფლება. ჩაგტარია ყველაფერი, რაიონში არ მოძრაობს არაფერი. უძლურივად ყველანაირი ხელისუფლებიდან. არის ასეთი დაბა სოფელი არის ლაიტური სოფელი. აღვიჩარენ ჩაის კულტურა და დაიწყენ დემონტაჟი, რა ქვია, ციხის. შელეულობა მიდის, ციხის შელეულობა მიდის და იმედი მაქვს რომ პირველი ალბათ კლიენტი იქნება მერაბიშვილი და სააგაშვილი მაგციხის. დიდი მადლობა კეთილი სრულებისათვის, დიდი მადლობა იმ საკმაოდ ოპტიმისტური განწყობისათვის, რაც თქვენ დააფიქსირეთ. მე რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები და მე არ ვიქნები მოხარული. 90% ყავს ახლა მე მივალ მაკამდე დიახ. მე რა თქმა უნდა მოხარული ვიქნები იმის რომ ესეთი რო იყვიან პადალვაიში ბალშინსტვო რო აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდეთ, მაგრამ ქვეყნისთვის ნამდვილად არ იქნება ეს დამერწმუნეთ კარგი რომ ერთმა ახლა შემდეგ კიდე ახალმა ჯგუფმა ისე ვთქვათ ისე 80% და 90%-ით გაიმარჯოს. ვინც არ უნდა იყოს ის და ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს ისეთ აზრი რომ ახლა დღეს ჩვენ ვართ ხელისუფლებაში და რასაც გვინდა იმას გავაკეთებ და ხვალ ვინც მოვა იმა გააკეთოს. არა, მინდა იყოს საღი ოპონირება და ამისათვის არის გამარჯვება საჭირო. და მე მიმაჩნია რომ 60%-იანი გამარჯვებას თუ მივახციეთ, ეს იქნება ძალიან კარგი ქვეყნისთვისაც და ჩვენთვისაც. პოლიტიკური ცხოვრებისთვის იქნება კარგი. და არა ის რომ რა თქმა უნდა, და არა ის რომ იყოს მარტო ერთი პარტია წარმოქმნილი და 10 და 20% იყოს მცირე ოპონენტი. იცით როგორ უნდა იყოს ბატონო ზურაბ, უმრავლესობა მაგალითად პირობითად ვამბობ, დაუშვათ მოვიდა 70 ადამიანით, ხო? 70 დეპუტატით. ანუ 70 ძალიან ბევრია. რაღაცა 50 დეპუტატით. სხვები უნდა იყვნენ დაუშვათ ისე წარმოდგენილი, მაგრამ თუ ამ უმრავლესობის წინააღმდეგ გაერთიანებული უნდა იყოს უმრავლესობაზე მეტი. ეს არის იდეალური ვარიანტი. მე გეტყვი ეს რა თქმა უნდა იყოს აუცილებლობა იმის, რომ სხვადასხვა პოზიციები იყოს გათვალისწინებული, ანუ კოალიციური ამის მთავრობა, კოალიციური ესე ვთქვათ საკანონმდებლო უმრავლესობა, კოალიციური მთავრობა ჩემო ბატონო, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე ხდება სხვადასხვა სფეროს, სხვადასხვა ფენის ყველას ინტერესების გათვალისწინება. გამიგეთ 60%-იც კი ზედმეტია ამისთვის. არა, 60% 54%, აი ესე გადაგივა და ჩვენ. ესე იმაში რა ქვია, ვერ გავზომავთ რა ქვია. მაგრამ 60% ისიც საკონსტიტუციო უმრავლესობა თქვენ იცით ახლა რომ 4/5-ია თუ 3/4-ია. ხო და ნუ მისი ცვლილებების მიღება და რაღაცა საკმაოდ რთულია და საკმაოდ გაჭირდება, აუცილებელია სწორედ კონსენსუსი, აუცილებელია სწორედ კოალიციური და კონსენსუსი მიღება და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ კი ბატონო დაგეთანხმებით 44%-ზე, მაგრამ 60% კარგი იქნებოდა რომ აგო. კარგი თორმისე 50% ნამდვილად უნდა ეს რო ჩემზე იყოს დამოკიდებული. ესე იგი ჯერ არ ყოფილა საუბარი რომელ სიის რომელ არა მე დამერწმუნეთ რომ არც ყოფილა საუბარი და ჯერ ადრე ამ თემაზე საუბარი. რატო არის ადრე? მაინტერესებს როდის იქნება დროული? როდის იქნება და არჩევნების დღემდე 40 დღით ადრე. და არჩევნების ჯერ არ დანიშნულა და აქედან გამომდინარე უпроსტოდ 40 დღით ადრე კოალიცია უნდა ჩამოყალიბდეს და სია უფრო არა ჯერ არც ყოფილა ეს იმიტომ რომ ჩვენ უნდა გამოცხადეს წარმომიდგენია არა ეს შეიძლება გამოცხადეს მაგრამ წარმომიდგენია რა ხდება ახლა კოალიციაში როგორი დუღილია იმიტომ რომ ყველა ელოდება რა ხო რა თქმა უნდა ალბათ რა თქმა უნდა ყველა ელოდება მაგრამ მე სიმბოლე გითხრათ ესე დუღილი და ესე ნერვიულობა არ შემინიშნავს და არც პირადად ჩვენში და არც ხვის მიმართებაში გულახდილად. ახლა ბატონო ზურაბ, წარმოიდგინეთ. ყველა მოდა ობიექტურად შევხედოთ სიტუაციას. 170 და 171 იქნებითო. რა ხასიათზე დადგებით?
არაფერზე ვიჩებით. ნუ ახლა მე რო თქვა ვიცი და გამიხარდება მეთქი რა თქმა უნდა არ გამიხარდება. აი მაგას მოგსაუბარი. ყველას აქვს თავისი ესე ვთქვათ პოზიცია, ყველას აქვს თავისი აზრი, ყველას აქვს შედარებისა და შეფასების რაღაც გარკვეული კრიტერიუმები, საკუთარ თავზე ბუნებრივია უფრო სუბიექტური შეხედულება და სუბიექტური კრიტერიუმები იქნება. არა, აქ არის მე პოლიტიკური კარგი გაგებით ამბიცია. რა თქმა უნდა, მე არ ამგონია რომ მანდ რაღაც პრობლემები შეიქმნას, ნამდვილად არ ამგონია. ნახოთ, დაველოდოთ და ისე სატელეფონო ჩართო გვაქვს. ძალიან კარგი. გამემშვიდობისა და ამშუა ამისას თუ იქნება ნამდვილად ვერ წარმოვიდგენთ. ძალიან ერთგული მაყურებელი. ვერ წარმოვიდგენთ. გამემშვიდობისა პირდაპირ ეთერში ხართ. საღამომშვიდობისა, მოგესალმებით. გამარჯობა. ხვალ რომ არჩევნები იყოს, მე ქართულ ოცნებას მივცემდი ხმას. გამარჯვებას გისურვებთ, ბატონო ზურაბ. დიდი მადლობა ქალბატონო. მე თქვენ უაღრესად პატივს გცემ და არა მარტო თქვენს ძმას, რომელიც სახელმწიფო უნივერსიტეტში, როცა ის მართლა სახელმწიფო იყო, ლექციებს მიკითხავდა. დიდი მადლობა. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება რამდენიმე საკითხზე გავამახვილო და იმედია ქალბატონი ნინო როგორც ყოველთვის აცრს დამამთავრებინებს. კი, რა თქმა უნდა. რატომ არის რომ ქართველების დიდ ნაწილს, ანუ ოცნების მხარდამჭერებს არ მოწონს თქვენი ზოგიერთი კანდიდატი და მე არ ვიცი, ალბათ შეიძლება ხმა მივცეთ ბიძინას ხათრით. ეს ერთი, მეორე, რატომ ხდება რომ ქართულ პოლიტიკაში ბიძინა ივანიშვილს და ეს მე მგონი მისი ბრალი არ არის, მისი თანამებრძოლების ბრალი უფროა, რომ ერთი და იგივე პიროვნება უნდათ მოიყვანონ ხელისუფლებაში და პარლამენტში. მე მხედველობაში მაქვს, რომ ძალიან ბევრ ღირსეულ ადამიანებს როცა ჩამოყალიბდა ეს მოძრაობა, მიატანინეს ეგრეთ წოდებული სივი, შემდეგ კი არც გამოიძახეს, არც უთხრეს რატომ დაბლოკეს და დაბლოკეს ძალიან დიდი ნაწილი ამ ადამიანებისა. ბოლოს გამოვიდა ხმა, რომ ეს სივები ვიღაცამ გაანადგურა. თუ გაანადგურა ძალიან ცუდია და თუ არ გაანადგურა და ის ადამიანები არ იქნენ გამოძახებული და არ ეცნოთ მას თუ რატომ დაბლოკეს, ეს უფრო ცუდია. ეს ერთი. ჩემს აღშფოთებას იწვევს კრტანისის რაიონში კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის თვარისა ქაჯაიას არაადამიანური მოპყრობა ქართული ოცნების მხრიდან. ის გატაცებული იქნა, წაიყვანეს სადაც ტყეში, დაადეს ხერბოლკილები და როცა ის გამოცხადდა ქართული ოცნების ოფისში, ფეხი ჩამოვიდა, საწოდავე გოგო დალურჯებული იყო, მე თვითონ ნახე. უთხრეს რომ მან ეგ სპექტაკლი გაითამაშა. შემდეგ ამას მოყვა იქიდან რა თქმა უნდა ჯავახაძის დაჭერა. მას რაღაცეები დაავალეს, უჭირს ამ გოგოს ბინა ბანკში აქვს ჩადებული, აწამეს საშინლად და მან თქვა რომ მე ქართული ოცნების ერთგული ვარ და საერთოდ გამყიდველი არა ვარო და ეს გოგო დღეს უპატრონოთ არის მიგდებული. ნუ ეს არის საშინელება. რას მეტყოდით თქვენ ამაზე? ეს ფაქტი არ ვიცით. კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარე არ არის მთვარისა. ქაჯაია. არა, როგორც ეთქობა იქ მე შტაბის ხელმძღვანელი იყო ალბათ. მე თუ იმას მომცემთ ვეცდები რომ გაქცეთ პასუხი. მე მინდა გითხრათ კონსერვატიული, ჩემთვის ეს ცნობილი არ იყო, მინდა გითხრათ პირადად, მაგრამ კონსერვატიული პარტიას ყავს საკმაოდ სერიოზული და გულისხმიერი პიროვნება თავმჯდომარედ, ბატონი ზვიად ძიძიგური. მე მგონი მან ალბათ იცის ეს ამბავი, თუ არა მე შევეხმიანები და გაერკვევა და ნამდვილად არავინ არ დაიჩაგრება და ყოველ შემთხვევაში ყველა ვეცდებით იმაში რომ არავინ არ დაიჩაგროს. რაც შეეხება იმ პირველ კითხვას, რომელიც თქვენ ბრძანეთ, რომ იცით საკმაოდ წარმატებულ და საკმაოდ პატრიოტსა და წესიერ ხალხს მიატანინეს, ასე ვთქვათ, მათი ავტობიოგრაფიული მონაცემები, ესე წოდებული CV და შემდეგ არ გამოიძახეს.
მოიცადეთ, ნუ ვინერვიულებთ, იმიტომ რომ გამოძახება ჯერ არ დამთავრებულა, არც მთლიანად ჩამოყალიბება. ჩვენ დღეს სიებზეც ვაუბრობთ, არ არის გამორიცხულო ის ხალხი განეხილებოდეს სადღაც, ან სიაში განეხილებოდეს, ან რაღაც დასაქმებისთვის განეხილებოდეს, ან რაღაც არ ვიცი, შტაბები არის, აქტივობა. ჯერ კიდე ბევრი დროა მანამდე და მე ვიმედოვნებ, რომ ნებისმიერი სერიოზული პიროვნება, ნებისმიერი არც ერთი პიროვნება არ არის დასაკარგი და ყველასთან საუბარია საჭირო და ყველას მოზიდვა ბუნებრივია და განსაკუთრებით ისეთი ხალხის საპატივცემულო როგორიც თქვენ ბრძანეთ. მე ვიმედოვნებ, რომ ის რა თქმა უნდა განადგურებული არავითარ შემთხვევაში არ იქნება და იმ ხალხს სათანადოდ მოიკითხავენ კიდევაც და მიმართულებასაც მიცემენ. მეც ვეცდები რომ მოვიკითხო ვისთან არის ეს სად არის ეს სივრები და განაცხადება სად არის ეს და რა ხდება ამასთან დაკავშირებით. და კიდევ გვაქვს სატელეფონო ჩარტა. კი ბატონო, უსმენთ ყურადღებით. და გისმენთ პირდაპირ ეთერში. ბატონო ზურაბ და ბატონო ნინო, აი გისმენთ ახლა და თქვენ გაგვირებული ხართ ეს ყოველ ღამით გისმენთ და ყველა ჩემი ახლობელი გისმენთ. ეხლა მე რამინდა გითხრათ, იცით, ჩემზე ძალიან მოქმედებს, როდესაც აი რეგავს ხალხი, ერთ-იგივე სხვა შორის ხმის ყველა და ერთი და იგივე ყველა რაღაც საოცარ თავის აზრებს გამოთქვავს. ეს არ მომწონს, იმიტომ რომ მიმაჩნია ბატონო ზურაბ თქვენ გეუბნებით. აი მიმაჩნია, მე შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრია, მე იმედენად ვენდობი ბატონ ბიძინას არ ვიცნობ. და აბსოლუტურად არავითარი შეხების წერტილი არ აქვს. მე მას აი ქრისტიანულად მართლმადიდებლურად უფლისაგან გერვამ პროექტიდან არის, მაგრამ იმდენად მწამს იმისი, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა. ჩემს რაიონში ვინ იქნება დასახელებული, არ მაინტერესებს. მე მივდივარ არა იმისთვის, რომ თქვათ იმ პიროვნებას, რომელიც ჩემს რაიონშია დასახელებული, მაგალითად ბატონი დავით უსუფაშვილი, საბრძოლოზე თქვათ, ხო? მე ამ მომენტში დავით უსუფაშვილს კი არ ვაძლევ, მე ვაძლევ ბატონ ბიძინას. სანამ ყველა ჩვენ გონებაში არ ჩაჯდება ეს, რომ ჩვენ ვაძლებთ ხმას ბატონ დიახაც ბატონ ბიძინას, იმიტომ რომ თუ არ იქნებოდა ბატონი ბიძინა და არ მობრძანდებოდა ის, მაშინ არც ესეთი ამბავი არ იქნებოდა და არ ატყდებოდა არში რამდენად მერდობით არის თუ არა. აი წარმოიდგინოთ ღმერთმა დაიფაროს, რომ ბიძინა არ არის და ეს ამბავი მოხდებოდა, ან ვინმე თმას მისცემდა გადათავრებოდა. ძალიან დიდი ბოდიში არ გაფიდეთ რა ეთერიდან. ალ გისმისა თქვა რომ იცი და ბიზნეს კი ვაძლე, მაგრამ აი რატო მოხდა ეგრე? რა ბატონმა ბიზნესმა უკეთესად იცის და მასა გონიერება იმხელა. ქალბატონო, უკაცრავად, შეგიძლია მომისმინოთ? როდის რა გააკეთოს და რანაირად? ქალბატონო, ერთი წუთი. თქვენ ირჩევთ გათიშა. აი სხვათა შორის მე ძალიან მეშინია ასეთი დამოკიდებულება. არა, იცინი რომ ჩვენ ამას უნდა დავანებოთ თავი, ადამიანს არ იცნობთ. არა, მე მესმის ახლა ზურაბ, რომ თქვენ შეიძლება ეს გესიამოვნოთ, მაგრამ ესე არ შეიძლება. მე ესე ვიცი, ესე მასწავლეს, რომ მჯერა ღვთის მამა ღმერთის უფლის. აი ადამიანს არ მე ვერ წარმომიდგენია, ესე იგი, რა მნიშვნელობა აქვს დავით უსუფაშვილსო? ნინო, მე თუ შეიძლება ეს არასწორი მიდგომა, აი ესემა მიდგომებმა. მე ვეცდები, რომ ქალბატონო რაც ბრძანა, აბსოლუტურად ლოგიკურ ფარგლებში ჩავსვა და დაგადახურდა ფაკულტეტ. არა, მე ისე თქვა მინდა, ჯერ პირველ რიგში მადლობა მინდა მოუხადო ისეთი მხარდამჭერია ბატონი ბიზნესი, რომ ბუნებრივია ჩვენი მხარდამჭერიც არის და დიდი მადლობა ამისთვის. იცით რა შესაძლოა, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ დინო, რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ბატონი ბიზნეს ფაქტორი იმდენად მაღალია, რომ ქალბატონმა აბსოლუტურად გულახდილად ბრძანა ის, რასაც ფიქრობს და ესე ფიქრობს აბსოლუტურად ძალიან ბევრი აუმრჩეველი და ძალიან ბევრი ადამიანი. სწორედაც რომ აი ლიდერის ფაქტორმა განაპირობა ის წარმატება, რაც ქართულ ოცნებას დღეს აქვს. დამეწმუნეთ რა, იმიტომ რომ სწორი ითქვა, რომ ნებისმიერი პარტია შემავალი ამ კოალიციაში დამოუკიდებლად რო ავიღოთ, არა?
რო შევაჯამოთ რაღაცა ნიშნები ვისო დავსვათ აი ერთს მივუმატოთ ორი ერთი და უმრავლესობა ასე ფიქრობ ერთი წუთი ერთი მე ბევრჯერ მithქვია ბოდიშვილი და ბევრჯერ მithქვია არ არის ისე რომ ხანდახან ერთს მივუმატოთ ერთი ეს ყოველ შემთხვევაში სამი არ არის ზოგ შემთხვევაში სამი კი არა 9 არის და ზოგ შემთხვევაში სამი კი არა ერთია ისევ იმიტომ რომ გააჩნია რომელი პარტიები ერთიანები რომელი ერთიანები როგორ ერთიანებია და სად იცის და იცით რა არის ჩვენ რატომ ვართ იცით აქ ვინც არ უნდა მოვიდეს ქართულ ხელისუფლებაში ეს იქნება ბატონი ივანიშვილი მისი კოალიცია ან სხვა ჩვენ იმიტომ ვართ რომ ვენდობი და აი გაიხსენეთ სააკაშვილი აი ესეთი ხალხის გარყვნილია სააკაშვილი გაანადგურა ესეთმა მიდგომა არა მოდი ნუ აუგზავნო და არა ენდობიან ძალიან კარგი მაგრამ უყალიბდა ენდობიან რატო ენდობიან გეტყვი რაც არ უნდა ესე იგი აქედან მე აი რა პროპაგანდა ვენდოთ მაგრამ ვაკონტროლოთ. ეხლა იმისმა შეძახილებმა რომ ჩვენზე უკეთესად იცის რას ლაპარაკობ. აი დღეს საქართველოს ამ მდგომარეობაშია ასეთმა მიდგომამ განაპირობა. ვენდოთ ძალიან კარგი, მაგრამ ვაკონტროლოთ. ხელისუფლება ვაკონტროლოთ ეს ერთი თემაა. ვაკონტროლოთ ეს ერთი თემაა. მაგრამ როცა ადამიანი გამოდის, როცა ადამიანი საუბრობს, როცა ადამიანი საუბრება ამომრჩევლებს ინდივიდუალურად იქნება ეს ჯგუფურად იქნება თუ ძალიან დიდი შეხვედრები როცა იმართება იმ დროს თუ ეთერის საშუალებით და იმ ადამიანმა მოგნუსხა და დაგაჯერა თავის ესე ვთქვათ პროგრამაში ეს არის სწორედ ის აუცილებელი რაც უნდა ლიდერსაც და არა ლიდერსაც ყველას უნდა კონდეს და ეს ქალბატონი დარწმუნდა მის სიკეთეში დარწმუნდა მის წარმატებაში დარწმუნდა მის ყველა დადებითში და რატომ უნდა უძროთ პირიქით არა არ უნდა უძროთ მაგრამ რაც შეიძლება მეტი მოვახეს ხანერად გასმის იმიტომ დავდივარ იმიტომ მივდივარ რატომ მიდიხართ აი ეს ბრმად გენდობა არა ბრმად რატო ბრმად რა შეშე საუბრების შემდეგ თქვა თორე ეს არის ბრმად იმან უკეთესად იცის აბა რა ვიცით ეს მიდგომა დასკვნა გააკეთა იმ ქალბატონო იმის შემდეგ თუმცა ისაუბრა აი სატელეფონო ჩართვა კი ბატონო გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ თქვენ ცოტა უტრირება გავუკეთეთ არა ნუ ეხლა იმიტომ რომ ამ დამოკიდებულებამ მიგვიყვანა დღეს აი ამ ვიდეო არა სხვა მიგვიყვანა და გეტყვით რა მიგვიყვანა ბოდიში ამანაც გისმენთ ბოდიში გისმენთ ბატონო ზურაბ მოგესალმებით გამარჯობა გამარჯობა ქალბატონო ნინო ეხლა მაქვს ასეთი შეკითხვა თქვენ მოგეხსენებათ მე არ ვამბობ ამ შემთხვევაში პოზიცია ოპოზიციას არ ვამბობ მე ვამბობ დეპუტატის გარშემოს საერთოდ დეპუტატს აქვს გახსნილი თავისი ესე იგი ოფისი და ბიურო დეპუტატის ბიურო რომ მიდიხარ იქ ესე იგი ეს რა ქვია დეპუტატს ვერაზოთ ვერ ნახულობ გაქვს უშუალოდ შეხება მის წარმომადგენელთან ეს ყველგან ასია მთელ საქართველოში შენ გინდა თავს რომ ნახული ის დეპუტატ შეხვდე პირადად ეს შეუძლებელია ეხლა მით უმეტეს როდესაც ქუთაისში გადადის პარლამენტი თბილისში საერთოდ ვერ ნახავთ ალბათ დეპუტატს და არ ვიცი მე რანაირად აი ამ საკითხზე როგორ მოევლება საერთოდ კი ბატონო მოგახსენებთ იცით რა შესაძლოა შეხვდებით დეპუტატები რო გახდებით ამ ადამიანს რა თქმა უნდა თუ გახდებით ეს მოგალაკეთ თქვენას არა მე მოგახსენებთ ბატონმა რომ ბძანა ეს არის მაჟორიტარების ბიუროები რომელიც ყველა რაიონში მაჟორიტარს აქვს თავისი ბიურო გახსნილი და ეს ბიურო მუშაობს და უნდა მუშაობდეს რა თქმა უნდა თუ თქვენ გზობთ რომელიმე რაიონში დეპუტატს ვერ ხვდებით არ ხვდებათ არ გღებულობთ მოდით ნუ აღარ დაუჭიროთ იმისათა დეპუტატს ხარი სწორედ აი ესე გაანალიზეთ და ვისაც ირწმუნებ და ვისაც დაუჯერეთ დაიჭერებთ ვისაც დაიჭერებთ იმ ადამიანს დაუჭირეთ ხარი და დამერწმუნეთ ესეთი ადამიანი ძალიან მრავლად არის ქართულ ოცნებაში. რაც შეეხება იმ დეპუტატებს, რომლებიც ახლა გადავლენ და ქუთაისში, იცით რა შეასრულა ქუთაისიდანაც მოდიოდნენ თბილისში და ქუთაისლებიც იყვნენ გულდაწყვეტილები. მე მინდა დაგარწმუნოთ, ყველა ის თბილისელი დეპუტატი, რომელიც ქუთაისში იმუშავებს, აუცილებლად კვირაში, ორ შემთხვევაში ორ კვირაში 3-4 დღე მაინც იქნება თბილისში. ჩემ მაგალითად შემიძლია გითხრათ, ჩვენ პარტიის ოფისი გვაქვს, რომელიც საერთოდ არ დაკეტილა, იცით, მინდა გითხრათ, სულ ღია. საღამოს 7 საათზე რო გამოვართ, ჩავკეტავთ კარები, დილას მივალთ, გაიღება. კარი არ იკეტება. ღია, ვისაც შეუძლია შემოვიდეს, არც საშვი არავისთვის საჭირო, არც ზედმეტი ბარიერები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით,
მე მინდა ჩემი მხრიდან დაგარწმუნოთ, ჩვენი მხრიდან დაგარწმუნოთ, ჩვენი პარტიის მხრიდან დაგარწმუნოთ, ჩვენი კოალიციის მხრიდან დაგარწმუნოთ, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ პიროვნება შეიძლება ჩვენი ნახვა. ნამდვილად ყველგან ყოველთვის. დებ პატრიოტსან პირობას. დიახ. პიც. და თუ არა ნინო არ დამზოგავს და გამაკრიტიკებს პირველს. და კიდევ ერთ სატელეფონო ჩართვას უპასუხებ და გავნაგდოთ შემდეგ ჩვენი კამათი. კი ბატონო. საინტერესო იყოს ჩვენი მენადა. გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. გამარჯობა, მოგესალმებით. გამარჯობა. გამარჯობა ჩემო. მე ერთი ასეთი შეკითხვა მაქვს, შეიძლება. აი ეს პატარა ქვეყანა არის ჩვენი საქართველო და ერთლარად თურქებზე ხტივიან მისეს ბათუმში ესეთი რამე ყოფილა გავიგე. აი რამდენად საშიშია ჩვენთვის. ეს მაინტერესებს და კიდე მეორე შეკითხვა მაქვს ასეთი რომ სააკაშვილი ხო ორი არჩევნებით იყო. ახლა მესამე არჩევნებია და არავინ არც ოპოზიცია არ ლაპარაკობს იმაზე რომ მესამე არჩევნები რაშუაში ახლა კიდე ახლა პროპაგანდას აკეთებენ. მორჩა დამთავრდა წავიდნენ რა. დიდი მადლობა. კი ბატონო, რაც შეეხება ცოტა ვერ გავიგე. ხო პირველი კითხვა ვერ გავიგე, ბოდვის გიხდით. და რაც შეეხება მეორე კითხვას, რა თქმა უნდა, კონსტიტუციასაც არ აქვს უფლება ბატონ პრეზიდენტს იყაროს პრეზიდენტობაზე კენჭი და არც აპირებს, როგორც ვიცით და როგორც უკვე არაერთხელ განუცხადებია, იყო ეჭვი შეიძლება მას შემდეგ პრემიერ-მინისტრის სავარძელი დაეკავებინა, თუმცა ამაზეც გაცხადდა, რომ მათი კანდიდატი ბატონ ივანო მერაბიშვილია პრემიერ-მინისტრობაზე და მომავალი 4 წლის განმავლობაში ისე რომ ამითაც დადასტურდა რომ იგი არც პრემიერ-მინისტრობას არ აპირებს. მე ხა სულ თქოს ვერ აუგზავნოთ ადამიანს, ახალგაზრდა კაცია და რა თქმა უნდა თავის საქმეს მოძებნის და მაგრამ ის პოლიტიკური პარტია რა თქმა უნდა იმიტომ რომ პრეზიდენტმა ამოწურა ორი ვადა ეს იმას ანიშნავს რომ პოლიტიკური პარტია არენიდან გაქრეს. ჩვენ მოგწონს თუ არ მოგწონს, აი სწორედ ეს უნდა გამოვხატოთ არჩევნების დროს. იცით რა შესაძლოა არჩევნების დროს ყველა აძლევს მამას და მე წუწუნებენ აი რა უნდა მიგოც ახმაო. ყველამ გავაკეთოთ ის შემოკარგება. სწორი არჩევანი. რომ ვისიც გჯერავთ, ნინო კი ჩხუბობს ესე თვალდახუჭული არ უნდა გჯეროდეთო. იმ კაცმა დაარწმუნა თავის ჭეშმარიტებაში და სიკეთეში და იმიტომ ჯერა. და ვისიც გჯერავთ, იმას დაუჭირეთ ხარი შემოკარგებო. მე უბრალოდ და დარწმუნებულია რომ ბატონ ბიძინას და მის კოალიცია ძალიან ბევრი დაუჭერს ხარს. ძალიან კარგი თუ დაუჭერს ხარს, მაგრამ მე ცოტა გამაღიზიანა ტონმა, რომ აი იმან უკეთესად იცის, რადგან ესეა, ცუდია, კაია, ესე იგი და ეხლა თუ კანდიდატი მყავს, ნინო მან თავისი გადასახედიდან თქვა. მე უსუფაშვილსაც დაუჭერ ხარს, იმიტომ რომ ვიცი რომ უსუფაშვილის კანდიდატურას ბატონი ბიძინას იმჯერა და არ წარმოადგენდა რომ არ იყოს დარწმუნებული და ასე შემდეგ. მე რატომაც გავღიზიან და იცით რომ მიდგომებს ჩვენ და ვისწავლოთ როგორ გითხრათ რა თქმა უნდა ბატონ ივანიშვილის ფაქტორის გამორიცხვა არის სისულელი. მაგრამ ისე არ უნდა გავაკეთოთ, რა თქმა უნდა, მან შექმნა ეს ყველაფერი, მაგრამ დაუშვათ არ ყოფილიყო ბატონ ივანიშვილი, ამიტომ საქართველოს არ იქნებოდა. 7-8 თვის წინ თელ საქართველოში საუბარი იყო, ოპოზიცია არ არსებობს. თელ საქართველოში საუბარი იყო ბოდიშვიხტი ოპოზიციონერებთანაც, ჩემთანაც და საზოგადოებაზე. ოპოზიცია ყელში გვაქვს ამოსული. ხო იყო ეგ საუბარი არა? გამოჩნდა არენაზე ბიძინა ივანიშვილი. მოხდა რომ ოპოზიცია არ არსებობდა. ერთი წუთი დაუმთავრებ თუ შეიძლება რა. არა, უცოდ კი არ გაჩნდა. აი ბიძინა ივანიშვილის ფაქტორმა ოპოზიციის მიმართ დობის ფაქტორი აწია, დობის ხარისხი აიწია, გამიგეთ ეს? კი არც დაუბადებული ვართ, კი არც ყოფილი ვართ, მაგრამ რახან ბიძინა ივანიშვილმა ეს ოპოზიცია, გარკვეული ოპოზიცია შემოიკრიბა გარშემო, მათ მიმართ დობა გაჩნდა. და რა თქმა უნდა ამაში ლომის წილი და უდიდესი წილი არის ბიძინა ივანიშვილის. ამაზე ხან ოვიდა არა, ამაზე არც არავინ არ დაობს, მაგრამ ხანდახან ეს გაფეთიში მე ძალიან ბევრი მახსოვს. აი ერთმა იცის, რადგან ის ამბობს, ესე იგი ეს არა, მაგაში გეტყვები. ძალიან დამთრუნელი, იმიტომ რომ ამან მოგვიყვანა ამ მიდგომამ ერთი კაცის, ერთი ლიდერის პირიქით მესიად გამოცხადება არ უნდა იყოს. არა, მაგექსო რა თქმა უნდა. გაიხსნება უცბად. მაგრამ არ არის აქ ეს სიტუაცია, ხო? გაიხსნება ზეცა და
უფალი ხელს ჩამართვეს, ესეც ხო და არ არის ეგ დრო გადავიტანეთ ჩვენ მე მგონი და ეგ არ არის. აი რაღაც მენიშნა ცოტა. ნუ გეშინი არის. აი ხომ ხედავთ რამდენი მაყურებელი და მსმენელი ყავს კიდევ არის სატელეფონო ჩარტო. ღამემშვიდობის გისმენთ პირდაპირ ეთერში. ღამემშვიდობისა მოგესალმებით ბატონო ნინო, მოგესალმებით ბატონო ზურა. გამარჯობა ჩემო. ბათუმიდან გაწუხებთ მე და მინდა კითხოთ ბატონო ზურა თქვენ რომ კოალიციაში შემოვალ პარტიებს მაჟორიტარობის კანდიდატი თუ ყავთ დასახელებული საერთოდ აჭარაში რომელიმეს და მეორე შეკითხვა მაქვს კიდე ასეთი მე ვიზიარებ სრულებით ქალბატონ ნინოს პათოს მაჟორიტარებთან დაკავშირებით იმიტომ რომ ჩემი მეზობელი ჩემზე უკეთ არავინ არის და მხოლოდ შემიძლია გითხრათ რომ აჭარაში ისეთი არაკონკურენტუნარიანი მაჟორიტარები დასახელდნენ რომ ხელისუფლებას გაყალბება არ დასჭირდება და მე გულწრფელად მინდა ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვოს. მურმან დუმბაძე არის ბათუმში. ამ მაჟორიტარებთან დაკავშირებით ამ საკითხს არ გადახედავ. დარწმუნებული ვარ რომ ქართული ოცნება წააგებს აჭარაში. ქალბატონო, არ გახვიდეთ რა ეთერიდან. მურმან დუმბაძე არის ბათუმში დასახელებული. მიგაჩნიათ რომ ის არ არის კონკურენტუნარიანი კანდიდატი? მე გულწრფელად გეუბნები რომ მურმან დუმბაძე არის მეორე სააკაშვილი. მურმან დუმბაძეს აქვს მისი ბიზნესი და საერთოდ არ აინტერესებს ბათუმში მაჟორიტარი ვინ იქნება. მურმან დუმბაძეს არ აინტერესებს ვინ თვითონ არის კაცი დასახელებული და დიახ, მურმან დუმბაძე არის სააკაშვილთან გათანაბრებული პიროვნება. იცით მე მინდა დაგამშვიდოთ თქვენ არ ინერვიულოთ იმიტომ რომ მურმან დუმბაძე რომც გავიდეს დეპუტატად და ჩვენ ვისურვებთ რა თქმა უნდა რომ კოალიციის წარმომადგენელი გახდეს აჭარაში და ბათუმში ესე ვთქვა აჭარაში მთელ აჭარაშიც და ბათუმშიც დეპუტატი თუმცა მე მინდა გითხრათ რომ სააკაშვილის რანგი და სააკაშვილი ცოტა სხვაა რომ დუმბაძის დეპუტატი რომც იყოს ცოტა სხვა არის და იქ პარლამენტშიც იქნებიან, პარტიაში იქნებიან ბატონი ბიზინა არ დაუშვებს იმას რომ დაუშვათ პარალელური გავლება და ანალოგიური შეცდომების დაშვება რომ მოახდინოს რომელიმე მაჟორიტარმა ან თუ რომელიმე დეპუტატმა ეს უკვე სწორედ იმიტომ არის კოლეგიალური ორგანო იქნება და პოლიტიკური პარტია და კოალიცია ნამდვილად დამერწმუნეთ რომ ამას არ დაუშვებს. მე მგონი არ მივა მაგამდე საქმე და არ მგონია რომ ესე მოიქცეს, მაგრამ ვინმემაც კი რომ ცადოს ანალოგიური ესე ვთქვათ ქმედებების ჩადენა როგორც დაუშვათ არ იქნება მოსახლეობისთვის სასურველი, ის იმ წუთში დაიტოქსება პირდაპირ გეტყვით. და ბატონ ბიზინა სხვათა შორის აქვს კიდევაც ესეთი ინიციატივა რომ საკანონმდებლო ცვლილება, ანუ კონსტიტუციაში შევიდეს ცვლილება, რომ მაჟორიტარის გამოწვევის უფლება ქონდეს მის ამომრჩეველს. ისეთ აირჩია და ვერ ან არ შესრულების შემთხვევაში იყოს იმის საშუალება, რომ მის ამომრჩეველმა ასევე მაჟორიტარის გამოწვევა. დიახ. უკვე მე იქ დეპუტატები არა ნუ ასეთი ინიციატივა არსებობს მინდა გითხრათ ასეთი აზრი მუსირებს მე ვნახოთ როგორ დალაგდება და როგორ გაკეთება ესე შეიძლება გაკეთდეს არ არის თუმცა მურმან დუმბაძე როგორც ვიცი თქვენ კოალიციამ წამოაყენა მე არ ფიქრობ რომ მურმან დუმბაძე სააკაშვილისგან არ განსხვავდება რა ვქნა ვერ დაგეთანხმებით ნამდვილად ვინაიდან ძალიან დიდი სხვაობაა მათ შორის უდიდესი სხვაობაა და არ მგონია კიდევ ბატონო ზურაბ რომ აი თუნდაც 26 მაისის შემდეგ რაღაცა ეჭვი შევიტანო მურმან დუმბაძეში რომ დეპუტატი რო გახდება მე რაღაც ზაკრობებს ჩაიდენს და არ 26 მაისს მე მგონი ამ ადამიანმა ნუ ნერვიულობთ ყველაფერი კარგად იქნება თუ არა და ყველა თავის ადგილზე კიდევ ერთი სატელეფონო ჩართო გვაქვს ღამემშვიდობისა გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ ალო დიახ მოგესალმებით ღამემშვიდობისაკენ და მალე დილისკენ მივდივართ და კარგი დილა გაგვიცნოს ამინ ქალბატონო ჩემო საყვარელო ადამიანო რა გჭირს დღეს რა ბატონო რატომ ბატონ ზურაბის ამდენ სამწუხაროდ მიეცი თავისუფალ ჭირიმე იცი რა დროიდან უფრო მიყვარ ხარ ქალბატონო აი გიორგი სააკაძის სურათები რომ
თურქეთის ზერო ჩაჩვენეთ. აი იმის შემდეგ და გული არ მატკინო ჯერიმე. რატომ კითხავს რომ ვუსვამ ზურაბ დიდი მადლობა მხარდაჭერისათვის. თორე კინაღამ დამჩაგრა ქალბატონმა. წარმოგიდგენია. მადლობთ გენეცერე, დიდი მადლობა. ყველა ჩემს რესპონდენტს აქ ხა სიყვარულის სასახსნელად ვერ ვეპატიჟები, იმიტომ თუმცა არც ქათინაურს გაკლებ ჩემო ნინო ისე რომ არა, ხომ იცით არ შეიძლება რესპონდენტს სულ ეფერო. რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი გარკვეულწილად ჭეშმარიტება იბადება. არის დამოკიდებული და მე მინდა ვიყო თადარიგი დავიჭირო და თავი დავიზღვიო და ყველა იმ პრობლემებზე ვისაუბრო, რაც მიმაჩნია, რომ არის პრობლემატური და თუ დღეს არა, ხვალ შეიძლება გახდეს. ესე უნდა გავაქტიურდე, თორე შემ ჩაგრავ ახლა მე დღეს და ვერ დაგაჩაგინებ თავს, კი ბატონო. აბა ისეთი მხარდაჭერა გაქვს. ხო, არა, რა არის იცით? მადლობთ, დიდი მადლობა. მეც მადლობთ, მეც უბრალოდ ეხლა საქმე რაშია, მართლა ისე არ მინდა ვინმე გაიგოს, რომ აი ხა როგორი სიტუაციაა საქართველოში. დასვამ კითხვას მიშას თამაშობსო. არ დასვამ კითხვას და ნუ რაღაც ცუდ ვითარებაში ხარ. ალბათ არა, ქალბატონმა და არა გადა ჯერა ამ ადამიანისო და ხალხირო და რატომ ჯერა გინდა თუ არა უაპელაციო და რატომ ჯერაო და ჯერა ადამიანს უაპელაციო ნამდვილად მე არ მესმის არა აპელაციის პერიოდმა გაიარა და უკვე ირწმუნა მისი და უკვე ეხა გადა ესე ვთქვათ გადათქმაზე რატო კანახო ჯერა და იძახის ის ადამიანი და ბევრი იძახისო ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ ბატონი ბიზნეს მხარდამჭერია და მის მიერ წარმოდგენილი მაჟორიტარობის კანდიდატია და აქედან გამომდინარე ჩვენ აუცილებლად დავუჭერთ ხარს ამ კანდიდატს. აი ეს ბრძანა რა. რაღა საჭიროა ამ კანდიდატების ამდენი შერჩევა. თუ ამას თქვენ ახალისებთ, აი ახალისებას ეწევით რომ ხო რაც თავარია, მაშინ რა მნიშვნელობა ვინც გინდა ჩაწერეთ? რა საჭიროა? მე თუ მკითხე არჩევა ამ ადამიანების თავარია ბიძინა მოინდომოს, თორე რა მნიშვნელობა აქვს ვის ჩაწერთ? აი არა რატო ხო ქალმას თქვა, ადამიანმას თქვა და მას აქვს უფლება ასე იფიქროს და თუ უნდა იფიქროს, ახლა მე ვინ მეკითხება, მაგრამ ამ ლოგიკით გამოდის რომ აბა მაშინ რა მნიშვნელობა აქვს? თავარია ბიძინამ თქვას. ბიძინა თუ იტყვის, ესე იგი დამთავრებულია. არა, ესე არ უთქვი ამ ქალბატონს. ბატონმა ბიძინამ გაუწია რეკომენდაცია და ბატონი ბიძინას ინიციატივით ეს პიროვნება იყრის კენ საბურთალოს რაიონში და ჩვენ იმდენად გვწამს და გვჯერა ბატონი ბიძინასი რომ დაუჭერთ ხარსო. რამოდენიმე წუთი და უტრირებას მოუყედებ. კიდევ 3 წუთი დაგვრჩა და ერთად აი უკანასკნელი ჩართო გვაქვს სატელეფონო ღამემშვიდობის გისმენთ პირდაპირ ეთერში ხარ. გამარჯობათ. ბათუმიდან გაწუხებ, ძალიან გამაღიზიანა იმ ქალბატონის შემოსვლა ეთერში ქალბატონო ნინო. მთელი ბათუმი უჭერთ მურმან დუმბაძეს მხარს. იცნებოდა ვარშალომიძის ვიღაც ნათესავი, მისი კლანი არ დაიჯეროთ და ბათუმი მურმან დუმბაძესთან არის. ბათუმში მურმან დუმბაძე იყო აჭარის უზენაეს საბჭოს დეპუტატი, მაგრამ ხალხის დაცვის ჩვენი კეთილდღეობის სიოთის ზრუნავდა ეს ადამიანი. ამიტომ არ ვთვლი რომ აი ასეთი ადამიანები რომლებიც შემოდიან ეთერში, ესენი არიან კლანი არის ვარშალომიძის. ამიტომ ერთი წუთითაც არ იფიქროთ რა. მურმან დუმბაძის მხარდამჭერი არის მთელი აჭარა. ძალიან დიდი მადლობა. დიდი მადლობა თქვენ. მე გამოვხატე კიდე ჩემი დამოკიდებულება და ნამდვილად კატეგორიულად ვეწინააღმდეგები რომ მურმან დუმბაძე და სააკაშვილის შორის განსხვავება არ არის. ხო, თუმცა ყველას და ჩვენი ეთერი განსხვავდება. აი ქალბატონინო, თქვენ ქალბატონო ბრძანა რომ უაპელაციოთ მხარს უჭერ ბატონი ბიძინას მიერ წარმოდგენილსო და წინააღმდეგობა გაუწიეთ, ეხლა ქალბატონო ბრძანა რომ რაღაცა და არ ვეთანხმებიო. ყველას აქვს თავისი აზრის ყონის უფლება. ყველას აქვს თავისი ხმა, ვისაც ჯერავს, ვისაც ენდობა, იმის სასარგებლოდ გააკეთებს გადაწყვეტილებას. მე მოხარული ვარ და ძალიან კარგია და დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ ბატონი ბიძინასი ბევრად მეტი ჯერავთ და ამქიდან გამომდინარე ვარ დარწმუნებული იმაში, რომ გავიმარჯვოთ. ყველა ძალიან ალბათ ერთ-ერთი მე ვარ, ვისაც უნდა რომ ეს შეიცვალოს და ღმერთ მაქნას
რა თქმა უნდა ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება და ჩვენი ეთერი იმით განსხვავდება სხვა ტელევიზიებისგან და სხვა ტელე და რადიო ეთერებისგან რომ ჩვენთან აბსოლუტურად ყველა ადამიანს შეუძლია დარეკვა არსად ნუ გავღიზიანდებით მოვუსმინოთ ერთმანეთს და გამოვხატოთ ჩვენი დამოკიდებულება ამ აზრების მიმართ ბატონო ზურაბ საინტერესო ეთერი ქონდა და ამაზე მოწმობს სატელეფონო ზარებიც ცოცხალი ეთერი ქონდა ასე ვთქვათ დიდი მადლობა ხშირად ჩავხვდეთ ხოლმე ერთმანეთს და უბრალოდ ცოცხალი იქნება და ჩვენი ეთერიც ამოიწურა როგორც მატყობინებენ ძალიან დიდი მადლობა რომ მომძადეთ მადლობა თქვენ მობადვილებისათვის მადლობა საინტერესო რესპონდენტობისათვის თქვენ კი მინდა სულ ცოტა ხანი დაგემშვიდობოთ რამდენიმე წუთში მე დაბრუნდები ეთერში და ჩემი სტუმარი იქნება ვალერი გელბახიანი დროებით